მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ ირაკლი კობახიძის ბრიფინგს უსმენდი ახლა და არ შემეძლო რო არ გამოვხმაურებოდი ამ ყველაფერს და ამიტომ მინდა მეც ჩემი ორი სიტყვა ვთქვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით სანამდე ჯერ კიდე სუვერენული დამოუკიდებელი საქართველო გვაქვს და ჯერ კიდე სანამ deep state-ი არ შემოჭრილა საქართველოში და ჯერ კიდე სანამ ენგური ხუია და რა შავი ზღვის ტალღაო როგორცა ალექსში ნათქვამი სანამდე ჯერ კიდე სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა გაგვაჩნია მანამდე ჩვენ უნდა დაუდგეთ ჩვენ თავრობას გვერდში თუ არა გლახათაა საქმე დაუგულები ვართ მოკლედ გამოვიდა ვაჟბატონი და განაცხადა ესე ილაპარაკა სადღაც 1-40 წუთის მანძილზე გამიჭირდა ბოლომდე ვერ მოусვინე სიმართლე გითხრათ მე წავიკითხე და მოკლედ ესეთი სიბრძნეები დაახეთქა ბატონმა კობახიძემ რომ თურმე ჩვენ ვართ კომუნიზმში შევალთ მალე 8%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს თურმე საგარეო ვაჭრობა გაზრდილია სოფლიოში თურმე მესამე ადგილზე ვყოფილვართ კრიზისების გამკლავების მხრივ და აი ამაზე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ ესეც არ შემიძლია რო არ თქვა დაბრუნდა ძველი რუსთავი 2 ნაცების დროინდელი რუსთავი 2 ოღონდ კოცია ახლა ისევე ძველებული სურნელი ტრიალებს რუსთავი 2-ში და თელავში აგერ წალიგან ახევარზე მეტი თელავი იმან აქვია წყალდიდობამ და თელავის სტიქის გამკლავების სამუშაოებშიო ქართული ოცნების ახალგაზრდული კოცები არიანო ჩაბმულია და აჩვენებენ ახალგაზრდა ბიჭებს და ესენი თურმე ყველა კოცი ყოფილა კოცი ჩვეულებრივი ამბავი იმიტომ რომ ყველა კაი კოცია და ყველა გლახა ნაცია ხო და ეს ხალხი თურმე იქ წერდა ხალხი კომენტარებში ჯაშუაშია კოციო ხალხი გამოსულია და მისი გულით სულით ადამიანობით ღებულობს მონაწილეობას ამ სტიქის ლიკვიდაციაში რომელიც სხვა შორის რამოდენიმე წლის წინ კეზერანტ კარის ტელევიზიამ გააშუქა თუ რა იქნებოდა მოსალოდნელი და რასიზამ ახლა მოვიდა წვიმა და კობახიძე რა შუაშია კალაძე რა შუაშია ესენი რა შუაში არიან კაცო ეგერ ხალხო ჩინეთში წყალდიდობა მოხდა და მადლობელი იყავით ღმერთის რომ იგივე არ მოხდა საქართველოში ჩინეთში მოხდა წყალდიდობა და ადიდებულმა წყალმა გველების გველსაშენი ქონიათ სადღაც და 900-მდე შხამიანი გველი გამოიყვანა ესა რა ქვია კუჩაში და ეს 900 გველი ახლა შესეულია იმას რა ქვია რომელიც პატარა ქალაქს და დიდი პატარა კალი კაცი მთელი ჩინეთი დასეულია ამ გველების დაჭერაში და მადლობა ბატონო ვიძინა ღმერთმა დაგლოცოს რომ ჩვენთან ესეთი რაღაცები არ ხდება და რა გინდათ მართალია კაცო ეგერ მთელი კოცები გამოუყრიათ და მუშაობენ ან იმ ხალხს რა გვაყენებ შეურაცხყოფას შეძაღლიშვილო ან რა შვაში არის აი მე თქვენ საქმის კეთება არ გინდოდეთ და ამ ქვეყანას კიდე უფალი იფარავს თუ არა ცხაჯერ ვიქნებოდით წალეკილი და მოკლედ ბედნიერად ვცხოვრობთ მაგარი ქვეყანა გვაქვს რა ვიცი აშენებულები ვართ და ამ ჩვენი ბედნიერების მოტაცება და მოპარვა უნდა ევროკავშირს უფრო სწორად სიმართლე გითხრათ deep states უნდა ესა რა ქვია მოპარვა თუ არა ევროკავშირთან ჩვენ სადაო რა გვაქვს აი ტრამპმა ასე თქვა ლის ტრასმა ასე თქვა deep state-ი თურმე რამდენამეს აკეთებს და ჩვენ უნდა დავიცვათ თურმე ეროვნული ინტერესები და უნდა მივხედოთ საქმეს კაცო თუ არა deep state-ი თურმე საქართველოს ძირს უთხრის და ესე შემდეგ და რა ვიცი 1000 უბედურებას აი აბა 2012 წლამდე რო ეს იყო 2012 წლამდე რო ის იყო ახლა ჩვენ ეკონომიკური სიმდგრადე გვაქვს წინ გვაქვს ესე შემდეგ და როგორც იქნა გავიგეთ ხალხო რომ თურმე მზე არც ჩრდილოეთიდან ამოდის და არც დასავლეთიდან და თურმე მზე ამოდის აღმოსავლეთიდან ამიტომ ამ ბოლო დროს მივდივართ შიგ აზიაში აღმოსავლეთში მზე საიდანაც ამოდის და მადლობა ბატონ ბიძინას ამ ყველაფრისთვის ვერ შეედავები კაცი ჩვენი ადგილი არის აზიაში მოკლედ ესე იგი უსვინე გული გამიხდა ცუდად ამის ნაბოდავზე და მინდა ეს ერთი ესეთი რაღაცა უთხრა აი მას რა ქვია კობახიძეს
მოკლედ, რა იყო ახლა მისი ლაპარაკის ამ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას საფრთხე გააჩნია და მე მინდა ვთქვა, რომ ქვეყანას გააჩნია deep states, ესენი რაც ეძახიან, სინამდვილეში ეს არის კოლექტიური დასავლეთი. არანაირი deep state არ არსებობს. არსებობს პირდაპირ და ამას ქვია ევროკავშირი. ამას ქვია ევროკავშირი, ამას ქვია ამერიკის შეერთებული შტატები. მორჩა, არ არსებობს არანაირი deep state. Deep state შეიძლება დაარქვა კლასიკური გაგებით ნებისმიერ მეხუთე კოლონას, რომელიც ქვეყანაშია. არსებობს საქართველოში რუსული deep state-იც. და ყველაზე ძლიერი სხვათა შორის. შთამომავლობითი აგენტურა, რომელიც არის ჩანერგილი, რომელიც ლუსტრაციის კანონი არ მიუღია ყველაზე რუსოფობიურ ხელისუფლებასაც კი საქართველოში. ის deep state რუსეთის აგენტურა საქართველოში, რაც იყო საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე არის ცხოვრობს და გემრიელად არიან ყოფათიაციაში, ასე რომ ვთქვათ რა. ეს მთელი ეს ბერძნერი შვილები, მთელი ეს რა ქვია იმას კობახიძე, მამამისი, ეს რა ქვია ეს ბოკერია, ესენი ყველა რუსული კგბ-ს შთამომავლობითი აგენტურა არის, რომელმაც ეროვნული ხელისუფლება დაამხო. თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მოკლედ გამოაცხადა ესეთი რაღაცა, რომ ეს აბსურდული სამარცხვინო ბრალდებებიო წაგვიყენესო და არა რუსეთი თუ 20% არ აღიარებსო, 100% არ აღიარებენო deep state-ელებიო, იმიტომ ჩვენ 100%-ით არჩეული ხალხი ვართო და deep state-ისო ინტერესებიო, მოკლედ რადიკალიზაციაო, რევოლუციაო, რაღაცებს, თეორიაში რო თქვა მართალია ეგ ყველაფერი, მაგრამ აქ სხვა რაღაცაში არის საქმე. ეს არაფორმალური ოლიგარქიაო, ხოცი რო ვიღაცას ეთქვის არაფორმალურ ოლიგარქიას, ბიჯო, ვაიმე, ღმერთო, შენ მიშველე, მართლა სამართალი აღარა აქვს ქვეყანაზე, ერთი ბიძინას უკანალში ხარ, დიდი ან პატარიანად შემძვრალი სულ ყველა. ახლა საწყალი ხალი რო არის, რა ქვია, ხარიბაშვილის ცოლი, როგორც პიროვნებას თავშეკავებულ მანდილოსანს, მე მას დიდ პატივს ვცემ, მე არ ვიცნობ, მაგრამ როგორც ხალი, როგორც მანდილოსანი, რომლის დეფიციტიცაა დღეს საქართველოში გამხდარა და გადაგვარდა ეს დედრები და გინებით დაწყებული და LGBT პროპაგანდებით და რაში არ არიან ეს ქალები ჩართულები, ამათ ფონზე ეს არის ადამიანი და თქვა და ბიძინა დალოცაო და ვაიმე ატყდა წვილკივილი შეუძვერით რა ქნას იმ გაჭირვებულმა ქალმა, რომლის ქმარიც ძვირფასთა შეინჭირებენ შენგენაცვალე ყავდა ბატონ ბიზნეს. და ახლა ბიზნეს პირადი პატიმარია და იყავს ციხეში და 1000 უბედურე რა დარჩენია იმას სხვა. რა ქნას იმ გაჭირვებულმა ადამიანმა. ქმარია იგი მისთვის და მისი შვილების მამაა. და ამბობს იმას, რომ არ გაწირონ მისი მეუღლე და ბოლომდე თლაც სამუდამოზე არ გაუშვან. ხო, ასია ეს. საქართველოში გამწარებულის და გაუმწარებელიც ყველა ლოცულობს ბიზნესზე. გამწარებული იმიტომ ლოცულობს, რომ უარესად არ გამწარდეს. და ჯერ არ გამწარებული რო ქვია, ის იმიტომ ლოცულობს, რომ არ გამწარდეს. და ახლა ესენი რო გამოვლიან და სხვას ეტყვიან არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებიო და deep state-იო სადმეო. ასე რომ ეს არის სამარცხვინო. სამარცხვინო, როგორც ხართ საერთოდ ქოცები, თქვენ ჯიჯილაგიანად ეგეთ სამარცხვინო ადამიანები ხართ, რა თქვენ არის სიცხენიათ კაცო. და სხვაზე უნდა ილაპარაკოს, აქ ქოცი რო სხვაზე იტყვის, რომ ესო. და ბიუროკრატიაო, აგენტურაო, ესო და ჩვენო ეროვნული ინტერესებიო უნდა დავიცვათო, კაცო, თუ არა მოვა ეგ deep state-ი და მოკლედო გადაკლაპავსო და ეს ყველაფერიო გაგვიკეთესო იმის გამო, რომ მეორე ფრონტისო გახსნაზე უარი ვთქვითო და რუსეთისო სანქციები არ დაუწესეთო და მშვიდობიანიო პოლიტიკა და რაც. ანგარიშვალდებულები ქართველი ერის მიმართ. ხო, ერთი შეხედვით რა თქმა უნდა ასია. რა თქმა უნდა ასია. საქართველო ოდითგანვე დასავლეთისთვის იყო ბრძოლის ველი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ კავკასიაში. თურქეთის ჯერ თურქეთი იყო მთავარი, მერე იყო საქართველო და მაქსიმალური განწყობები რუსეთის წინააღმდეგ ეს ჯერ კიდე დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა, რომელიც ტარდებოდა აღმოსავლეთის მიმართულებით რუსეთთან მიმართებაში და მას ერქვა სახელად დიდი საჭადრაკო დაფა, იქედან მოყოლებული მიჩენილი ქონდა საქართველოს თავისი ადგილი. და იქნება ასე ყოველთვის. და დღეს სხვათა შორის ეს ვიდეო ლაივი რო დამთავრდება, ჩემი YouTube-ის არხზე დაიდება ძალიან საინტერესო ვიდეო ბლოგი, რომელზეც ძალიან ბევრი ვიმუშავე და ამოვიღე სახელები, გვარები და ჯილდოები საკმაოდ დიდი ნაწილის,
უკრაინელების, რომელი უკრაინელებიც გვებრძოდნენ აფხაზეთში გვებრძოდნენ საქართველოს, მოაწყვეს ქართველების გენოციდი და რომლებიც დაჯილდოებულები არიან სეპარატისტების უმაღლესი ორდენებით. ზოგიერთი აფხაზეთის გმირათაა გამოცხადებული, ზოგიერთს ლეონ მეორის აფხაზთა და ქართველთა მეფის ლეონ მეორის ორდენები აქვს ჩამოკიდებული და რომლებმაც ქართველების სისხლში გაიბანეს ხელი. მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა ამდენი ხანი, კაცო. ამათ მე ახლა მოვიცალე რომ გამეკეთებია სიმართლე გითხრათ, მაგრამ ამათგან არ შეიძლებოდა ამაზე ლაპარაკი. ახლა უკრაინაც კაი იყო, ახლა ყველა კაი. ახლა მე მინდა მარტივი გამოსავალი უთხრა ქოცებს, რასაც ისინი რა თქმა უნდა არ გააკეთებენ, იმიტომ რომ ესენი არიან ჩვეულებრივი მონავირთხები, დღეს ლაპარაკობენ, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, ჩვენ ეროვნული ხელისუფლება, ჩვენ ეროვნული ინტერესები, ჩვენ ეროვნული ქვეყანა და რაღაცებს ბოდავენ, რა აქვს საერთოდ ეროვნულებასთან, თავი უნდათ ახლა გააიგივონ ზვიადგამსახურდიასთან და ეროვნულ ხელისუფლებასთან, რომელიც დიახ, ხაზგასმით ვამბობ, ეროვნული ხელისუფლება და ზვიადგამსახურდია დამხობილი იქნა დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ რუსეთის არმიის ხელშეწყობით. ყოფილი საბჭოთა არმიის ხელშეწყობით. დიახ, ეს ასე იყო და დიახ, საქართველოს და რუსეთს შორის ომის გაჩაღება და ომის მხარდაჭერა, ეს იყო თავიდან ბოლომდე დასავლეთის სანუკვარი ოცნება, ეს იყო დასავლეთის სტრატეგია და პოლიტიკა და დიახ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვაში დასავლეთმა იმუშავა და მიაღწია უდიდეს შედეგებს. რასაც მოყვა ქართველი ერის თავის გაყოფა ხაფანგში, მერე ამ უბედურებების გადატრიალება თავზე და ეს ყველაფერი გააკეთა დიახ დასავლეთის აგენტურამ. და მაშინდელ deep state ვინ წარმოადგენდა ისი ბატონო კობახიძე შეყვერო? მამა შენი იყო ერთ-ერთი შედედამოწყნულო, რომელიც ზვიადგამსახურდიას იარაღით ხელში ებრძოდა. ხო, გოგა ხვინდრავა იყო სხვათა შორის ერთ-ერთი დედამოწყნული deep state-ელი, რომელიც იარაღით ხელში ზვიადგამსახურდიას ებრძოდა. დიახ, ბერმზღნერი შვილები იყვნენ დღევანდელი შიგევროპელები, განსაკუთრებით პირველი პირწავარდნილი პუტჩისტი ნაბოზვარი, იდეოლოგიური მტრები, ზვიადგამსახურდიასი, ვითომ საბჭოთა დისიდენტები, ვინც deep state-ს წარმოადგენდნენ საქართველოში. და ეს სუყველა, გინდა ხაზარაძე აიღე და გინდა მთელი ეს საბოზიშვილეთი დღეს ვინც ახართ ერთად მოყრელი ნაც ქოცებში. და მაშინ მარტო კი არ იყავით აგენტურა თქვენ დედამოწყნულებო. აიღეთ თქვენი ბიოგრაფიები, პირდაპირ ვამბობ, კობახიძის თამადობით, ჩამოყევით ნებისმიერი ქოცის ბიოგრაფიას, რომლებიც განსაკუთრებით ახალგაზრდების, რომლებიც ახლა არიან წამოჭიმულები. ხო და აი ამ ბოზიშვილებს თუ ან მამები ყავდათ deep state-ელები, რომლებმაც პუჩი მოაწყვეს, ან თვითონ იყვნენ მერე იმ deep state-ის აგენტურაში, რომელმა deep state-ის აგენტურამაც საქართველოში მოაწყო შემდეგ ვარდების რევოლუცია, ნაცობა, 1000 უბედურება და თვითონ კობახიძე 14 წელი იყო არასამთავრობო ორგანიზაციაში და მე მგონი 16 იყო სოროსელების დავალებას ასრულებდა პირნათლად. სოროსელების პირდაპირ დავალებას ასრულებდა, ისე იყო პაპუაშვილი და ისე იყო სუყველა ესენი. სუყველა აი თავიდან ბოლომდე გოგა ხვინდრავა თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო და პირველი ძმა და მეგობარი იყო ბოკერიასი და ასე შემდეგ. ამიტომ ვიზე ლაპარაკობ თქვენ ბოზიშვილები. ვიზე ლაპარაკობ თქვენ ყველა deep state-ელები ხართ. ყველა სოროსის აგენტები ხართ, ყველა დასავლეთის აგენტები ხართ. უბრალოდ საქმე იმაში არის, რომ საქართველოში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ამდენი ხანი თქვენთან ერთად ქართველებს ებრძოდა, ეროვნულობას ებრძოდა, ეს იყო ბიძინა ივანაშვილი, ურია, რომელმაც თვითონ აიღო ძალაუფლება ხელში, სანამდე იყო უგორა, კოჭი და გადააგვარა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და დაგიყენათ ალტერნატივა, ან ჩადგებით ჩემს სამსახურში, ან ჩადგებით სოროსელების სამსახურში. სხვა სამსახური საქართველოში არ არსებობს. ეროვნულზე და ქართულზე და ადამიანურში თქვენ არ ჩადგებით. ჯერ იმიტომ არ ჩადგებით, რომ ჯიჯილაგიანად ბოზიშვილები ხართ. მამა თქვენები იდეით მტრები იყვნენ ეროვნული ხელისუფლების. კობახიძე დღეს რო იძახის
ეროვნული კი რა, ეროვნული ხარ სირო. რატო ხარ იცი? პირველი შენ ამბობდი იმას, რომ მე ეროვნული ცნობიერება არ ვიცი რა არის. და საშიშად მიმაჩნიავ, უყვარდი ვინმე რო გაბრალებდეს რაღაცას, გაგონილი რო იყოს სადმე, კულვარებიდან გამოსული ამბავი რო იყოს, პიჟონო, დღეს გამოდიხარ კაცი, რომელიც ამბობდი რომ ეროვნული ცნობიერება არ იცი და საშიშად მიგაჩნია და დღეს იძახი ლაპარაკობ ეროვნული ინტერესებზე. ეროვნულობა რო ერქვათ, ბრჭყალებში ბევრი მინახია მე ტრაკიდან რო განათლდა და სოროსელი გახდა. მაგრამ სოროსელი რო ეროვნული გამხდა იყოს, ჯერ ამნაირი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს და მეცნიერებისთვის ესეთი რაღაცა ჯერჯერობით არ მომხდარა. ხო და აქ არის ძალიან მარტივად საქმე. მთელი ამ წლების მანძილზე ამათმა იმისთვის რომ საკუთარი თანამდებობა, ძალაუფლება და ფული შეენარჩუნებიათ, ატარეს ეს ქვეყანა იმ გზაზე, რა გზაზეც იარეს უკნიდან განათლებული ხალხის გზა საიდანაც არის. მერე როდესაც მიდგა საქმეზე და დასავლეთისთვის ეს იყო დროებითი იაფი კახპები საქართველოში მოღალატეები, რომელიც უნდა შეენახათ, დადგა მომენტი, რომ დასავლეთს გეოპოლიტიკური ინტერესები გაიხსნა. და ესეთი გეოპოლიტიკური ინტერესები არსებობდა ყოველთვის და იარსებებს ყოველთვის, სანამდე იარსებებს რუსეთის იმპერია, სანამდე იქნება ჭიდილი დასავლეთს და რუსეთს ერთმანეთში და როგორც ყირიმის ომის დროს კოლექტიური დასავლეთი დადგა ოსმალეთის მხარეს, ისე დადგა დღესაც. როგორც ყველა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთი ყოველთვის იდგა, ვინც არ უნდა ყოფილიყო რუსეთის წინააღმდეგ, ყველა რომ დასავლეთის სპეცსამსახურების ავტომატური მოკავშირე იყო, ის დღე დადგა დღეს ზუსტად. ამ ეს დღე როდესაც დადგა, დასავლეთმა პირდაპირ მოთხოვა ამათ. არანაირი deep state არ არსებობს, არსებობს ოფიციალური სტრუქტურა ევროკავშირი, რომელიც პირდაპირ ღებულობს რეზოლუციას, რომელიც პირდაპირ ეუბნება, რომ თქვენ ხართ ეს, ერთი ეს სტრუქტურა არის, მეორე ევროსაბჭო არის, მესამე არის ევროპის უშიშროების საბჭო, EUTO, სადაც ყველგან, ნუ ახ ნატოზე არ მაქვს საუბარი, სადაც ყველგან ეუბნებიან, თქვენ ხართ არალეგიტიმურები, თქვენ უნდა წახვიდეთ, თქვენს ადგილას უნდა მოვიდეს სხვა, ვინც მოემსახურება ჩვენ ინტერესებს ბოლომდე. ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენ ქვეყანას რა მოუვა, ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენ ხალხს. რა მოუვა, ჩვენ გვაინტერესებს მარტო ერთი რაღაცა, თქვენ თუ ხართ ჩვენი მოკავშირეები, როგორც პორნო ვარსკვლავები იქცევიან, ყოველგვარი აპელაციის გარეშე, ყოველგვარი პროტესტის გარეშე, თქვენ უნდა მოემსახუროთ ჩვენ ინტერესებს. აი ისე როგორც ემსახურება უკრაინა, ისე როგორც მოემსახურეთ 92 წელს თქვენ, დაამხეთ თქვენივე ხელით ეროვნული ხელისუფლება, როგორც 2008 წელს მოემსახურეთ დასავლეთის ინტერესებს, ასე უნდა მოემსახუროთ. ისე როგორც ემსახურება მოლდოვა, ისე როგორც ემსახურება ბალტიისპირეთი, ბალტიისპირეთს ის განსხვავება აქვს, რომ მას გააჩნია სამხედრო ქოლგა და გააჩნია ეკონომიკური ფარველობა დასავლეთის. დანარჩენებიდან განსხვავებით ოფიციალურად. ამჩენს ვითომ არაოფიციალურად, ყველას ფეხებზე კიდია. ნახავთ ერთი მაგასაც რამდენი ხანი გაგრძელდება, ძალიან კარგად ნახავთ სხვათა შორის კაია კალასის სამშობლოში, რომ ციკვინი იქნება ერთი ძალიან მალე სხვათა შორის. დიდი დრო არ უნდა მაგას. ძალიან მალე იქნება მაგ ყველაფერი. ხო და ამას ქვია ჩვეულებრივად კოლექტიური დასავლეთი. ევროკავშირი, EUTO, ევროსაბჭო, შეერთებული შტატები და ესე შემდეგ. და თქვენ ნაძირლებო, რომლებიც იყავით აი ამ ძალების გამოზდილი ვირთხები, ახლა აღმოჩნდა ისე, რომ თურმე ეს ძალები თურმე ყოფილან deep state-ები და თქვენ ყოფილხართ ზვიად გამსახურდია. თქვენ ყოფილხართ ზვიად გამსახურდია და მე რა მკოსტავა. რაშია ბიჭო საქმე? და გინდათ ხო თურმე თავი უნდა დაიცვათ, აი დედას გეფიცები, აი ისტორიას როგორი დაცინვა და როგორი რაღაცნაირი სარკაზმი გააჩნია რა, რაღაცნაირად რა, როგორ მეორდება ყველაფერი. როგორც 1918 წელს მოხდა საქართველოს და ქართველების დაუძინებელი მტრები რომ მოიყვანა საქართველოს დამოუკიდებლობაზე, რო არც ფიქრობდა არასდროს ჟორდანია, რომელსაც ეზიზღებოდა ქართველიერი, რომელსაც ძულდა, ვერ წარმოედგინა საქართველოს დამოუკიდებლობა და ისტორიამ აიძულა, რომ თვითონ მოეწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. აი ისე ისტორია ისე დაცინის ამ პუჩისტი ნაბოზვარი მამის შვილებს,
ან ზოგიერთ თვითონ პუჩის ნაბოზვას აკეთებიებს იმას, რაც თვითონ რომლის საწინააღმდეგოც გააკეთეს 92-91 წლებში. აი, დააკვირდით როგორ ხდება მამამისი, რომელიც და ეს მთელი ეს ბანდა, რომლებიც ყოველგვარი აპელაციის გარეშე ემსახურებოდნენ დასავლეთს, რომელსაც თქვა ზედგამსახურდიას ეს დინების აღმამიდის. მაშინაც არსებობდა ერთი კონკრეტული ინტერესი არსებობდა. კონკრეტული ინტერესი იყო რაში? საქართველოს ეკონომიკური დანგრევა, ეს იყო დასავლეთის ამუსავალი წერტილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ეკონომიკების ნგრევა და სრულად დამოკიდებულების გახვედრა. მეორე, ქართული მიწის საკითხი, რომელიც უნდა დაყიდულიყო და იყიდება დღესაც, რაზეც ცხონებული ორივეზე კატასტროფულად წინააღმდეგი იყო და მესამე საკითხი, ზუსტად ის LGBT პროპაგანდები და ეს, რომელიც მამის სახელის ამოღებას, ეროვნების ამოღებას და ეს რაღაცებს უნდა მოყოლოდა შემდეგ. აი, სულ სამი საკითხი ედგა ცხონებულ ზვიადგამსახურდიას. ახლა შეეძლო თვითონაც წყარად მოეწერა ხელი, არ იფიქრა ამ ყველაფერზე, კაი, პრიხვატიზაცია გავაკეთოთ, მოდი გავაკეთოთ, ეს რა ქვია, მიწა გავყიდოთ, მოდი მამის სახელი გავაუქმოთ, ეროვნება გავაუქმოთ, ეს ყველაფერი წავშალოთ. ამას როდესაც წავშლით, ვიქნებით ევროპული ქვეყანა, მაგრამ მაშინ ზვიადგამსახურდია არ უნდა ყოფილიყო. არ უნდა ყოფილიყო ზვიადგამსახურდია, მაშინ მიშა სააკაშვილი უნდა ყოფილიყო. ან ედვარდ შევარდნაძე უნდა ყოფილიყო, ან წმინდა ბიძინი უნდა ყოფილიყო. მოღალატე და ჩათალახი საკუთარი ერის. არ გააკეთა იმ გაცმა მაგი. და აი ზუსტად ასეთმა დიპსტეითელებმა, აი ბოზიშვილებმა, ამათმა მამებმა, ზოგიერთმა თვითონ, უოლსკის თამადობით და სხვების, პუჩისტები რო არიან, ეხლა რო ძახილ ერთმანეთს პუჩისტებს. მაშინ საკუთარ ხელისუფლებას ესროლეს, დაამხეს, 1000 უბედურება დამართეს და დღეს იგივე მომენტი არის დამდგარი. არაფერი განსხვავებული არაა დამდგარი. ხალხო განებეთ თავის სისულელეებს, მთავარი არის გეოპოლიტიკური სტრატეგია და მთავარი არის გეოპოლიტიკური მიმართულება. დასავლეთს აქვს თავისი მიმართულება, ეს არის ჩამოყალიბებული სტრატეგია რუსეთის მიმართებაში, ყველა მისი მეზობელი უნდა იყოს რუსეთთან ომში, ყველა მისი მეზობელი უნდა იყოს რუსეთზე გაბრაზებული, გადაკიდებული და ამის შემდეგ შეიძლება მასთან ნებისმიერი ურთიერთობა. არა აქვს მნიშვნელობა ეს საქართველო იქნება, აზერბაიჯანი იქნება, უკრაინა იქნება, სომხეთი იქნება. შუა ზღვის ქვეყნები იქნება. აი ესაა სიმართლე. ესაა სიმართლე. აი ახლა უბრალოდ აღმოჩნდა ისე რომ ესენი თანამდებობაზე არიან. მაგრამ ახლა გეოპოლიტიკური მდგომარეობა როგორია, იცით? ახლა გეოპოლიტიკური მდგომარეობა არის ისეთი საზიზღარი, ისეთი საშინელი, რომელიც არ ყოფილა უახლოესი 30 წლის მანძილზე. 35 წლის მანძილზე იქამდე იმასაც ვიტყვი, რომ შეიძლება მეორე მსოფლიო ომის მერეც არ ყოფილა ასეთი. არ ყოფილა, იმიტომ რომ ასეთი სასტიკი ომი ევროპის ომის თეატრზე მეორე მსოფლიო ომის მერე ნამდვილად არ ყოფილა. მიუხედავად აი ბალკანეთის ომები რაც იყო ეს, საერთოდ არ მივა ახლოს იმასთან, რაც უკრაინაში ხდება. ხო და აი ამ დროსა და სივრცეში აღმოჩნდნენ, რომ ეს ბოზიშვილი პუჩისტები, რომლებიც იყვნენ დაუძინებელი მტრების ზვიადგამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის, უცებ მათივე გამზდელმა დასავლეთმა მოთხოვა ისეთი, რასაც ვერ შეასრულებენ, იმიტომ რომ ეს რო შეასრულონ, უნდა დაიღუპონ თავი. საქართველო არავის არ აინტერესებს, ქართველი ხალხი არავის არ აინტერესებს. ზედმეტია ხალხო სისულელე ამაზე ლაპარაკი. ამათი მთავარი ამოსავალი რა არის? იქნება ომი, წმინდა ბიზნეს მოკლავენ, თავის ფული ქონება დაიკარგება, ვინც არიან ეს ბოზიშვილები ამ დროს დასუქებული ქოცები, ვინც მაყუთი იშოვეს, ესენიც თავისთავად დაკარგავენ ყველაფერს და ეს ძმაო არავის არ უნდა. ასეთი მოკავშირე დასავლეთი არავის არ ჭირდება. ქუჩის კახბაც კი უარს ამბობს რაღაც მომსახურეობის შესრულებაზე თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აი ამ დღეში ხართ თქვენ ქოცები. ეს არის თქვენი სახე და ეს არის თქვენი მდგომარეობა, ოპერატიული მდგომარეობა თქვენი. და ეხლა გაახსენდათ ეროვნულობა, ახლა გაახსენდათ წარსული, ეხლა გაახსენდათ თურმე, ესე რა ქვია, პუჩები, დიპსტეითები და ასე შემდეგ. არაფერი დიპსტეითი არ არსებობს. არსებობს ოფიციალური დასავლეთი. და არსებობს პოლიტიკის არაოფიციალური მხარე. არაოფიციალური მხარე, ის რასაც პოლიტიკოსი პირდაპირ ვერ იტყვის, იმას აკეთებს სპეცამსახური. ხო და აი ამ დღეში არიან, ძალიან ცუდ დღეში არიან ქოცები, ძალიან ცუდ დღეში არიან და ამ ცუდი დღიდან ესენი ვერასდროს ვერ გამოძვრებიან, მე გამორიცხულია, ესენი ფეხქვეშ რო გაიგონ დღეს დასავლეთსაც, მაინც არაფერი არ გამოუვათ. ამათ ეს თვითონაც იციან, იმიტომ რომ ისინი ამათ არაფერს არ აფატიებენ უკვე. ის რაც გათვლა იყო ამათზე გაკეთებული,
მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ სხვათა შორის გათოლა იყო გაგეცინებათ ახლა 2022 წელს, როდესაც ომი დაიწყო და საქართველოს თხოვდნენ ომში ჩაბმას, გათოლა იყო, რომ საქართველოს დაიწყო ომი, ისე კი არა ჰაერში და ცხინვალზე კი არა, აფხაზეთში დაიწყო. ზღვისპირი, რომელიც რუსული არმიისთვის ყველაზე მეტი სტრატეგიული დასაყრდენი ადგილია, იქ დაწყებულიყო ომი. იმიტომ რომ შავ ზღვაზე თეატრი, ომის თეატრი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, ეს იყო რუსეთის არმიის ზურგი და ზურგში უნდა დაგვერტყა. ამას რა მოყვებოდა, არავის არ აინტერესებდა, მოყვებოდა იტყოდნენ, უი რა უბედურება, პირდაპირ ამათთან მოლაპარაკებებზე პირდაპირ იყო თითი დადებული. ოჩამჩირის და სოხუმის პორტების დაკავების. ხო ახლა ჩვენზე ქართველზე მეტად ვის უნდა ახლა იქ ყველაფერი, მაგრამ რა მოყვება ამ ყველაფერს უნდა იაზროვნო ადამიანმა. დავანებოთ იმას თავი, რომ ქართველებში და აფხაზებში რა სისხლია დაღვრილი, ჯერ ეს არ უნდა დაღვრილიყო და კიდე ერთი სისხლის დაღვრა რა უბედურებას მოიტანს, ეს კიდე საკითხი საკითხია, მაგრამ რა რეაქცია იქნებოდა იქედან, ვინმე მიფიქრა? მილიონნახევრიანი არმია თუ ებრძვის უკრაინას, რამენაირად მონახავდნენ 100,000-იან მარაგსაც და საქართველოსაც ქვას-ქვაზე არ დატოვებდნენ, დაანგრევდნენ აქ. ქოცებმა ამდენს მიხვდნენ. და ეხლა თავს გვამადლიან, რომ მაშინ არ დაიწყეს ომი, ესე შემდეგ და ესე შემდეგ, მე დალოცე ბატონი ბიძინე. ეხლა მე მინდა ქოცებს მოუბრუნდე, თქვენ ამის გამკეთებლები არ ახართ, მაგრამ მე მინდა გითხრათ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. თუ ქოცებს გინდა თქვენ გამოხვიდეთ, აი ახლა ამ მდგომარეობიდან და თუ თქვენ ქოცებს გინდათ რეალურად აჩვენოთ ქართველ ხალხში, რომელშიც აღარაა დასავლეთის ოცნება რაღაცნაირად, როგორც იყო ადრე ისე და როგორც იქნა ნელ-ნელა ამდენი ანტიპროპაგანდის მერე ვიღაცებს გაეხსნა თვალები, თუნდაც ელემენტარული თქვენ ქოცებს აგეხსნათ თვალები, რომ იღუპებით ამ გზაზე თუ წახვალთ. ხო და ეხლა უნდა გააკეთოთ შემდეგი რამე. პირველი. საქართველოს პროკურატურაში თაროდან უნდა იქნას ჩამოღებული ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე. საქართველოს პროკურატურაში და გამოძიებაში, სადაც არის არქივებში შენახული, უნდა იქნას ამოღებული აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი, რომელი დოკუმენტიც ეხება 91-92 წლების გადატრიალებას. უნდა იქნას ყველა იმ პირის, იმ სახელი, გვარი, მათი ვიზიტები, მათი ნამოქმედარი გამოტანილი ღიად და საჯაროდ და ქართველმა ერმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დამხობის უშუალო მეთაური და მოთავე იყო დასავლეთი და დასავლეთს ჰქონდა ამ ყველაფრის შეკვეთა. ეს ისედაც იცის ხალხმა, ნორმალურმა ხალხმა ყველა მიცის, ეს პირდაპირ მოდიოდა კოლექტიური ეპშტეინებიდან. პირდაპირ ხო არის? რა არ არის, გეკითხებით? რა არ არის? რას ამბობდა ცხონებული ზვიად გამსახურდია? ჩემ წინააღმდეგო ვინ მოქმედებდაო? ბუშიო და გორბაჩოვიო. კრიმინალების ხელითო. აბა კარგად გაიხსენეთ ფინეთში, თუ ვინმეს დაავიწყდა ფინეთში რო იყო და ქონდა ეს რა ქვია პრესკონფერენცია და რატომ ეზიზღება, იცით, დასავლეთის პოლიტიკური და რატო ვაგინებ ამ ევროკავშირს და ამ კოლექტიურ დასავლეთს, რატო ვაგინებ, იცით? მაშინ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური თავშესაფარი არც ფინეთმა, არც ჩეხეთმა, არავინ არ მიცა, ყველამ ფეხებზე დაიკიდა, არც ავსტრიამ, არავინ, ყველამ ფეხებზე დაიკიდა კანონიერი პრეზიდენტი და მაქსიმალურად ცდილობდა რომ ჩაეხშოთ მისი სიტყვა. და მაშინ პირდაპირ ამბობდა ცხონებული ზვიად გამსახურდია, რომ ჩემს წინააღმდეგ მონაწილეობდა ბუში და გორბაჩოვი. ასე იყო ეს. და კაცი, რომელიც დასავლეთში ეძებდა სამართალს, აღმოჩნდა ისე, რომ დასავლეთი იყო ამ ყველაფრის შემოქმედი და ეხლა დასავლეთ სულ ფეხებზე არ ეკიდა, ადგა კაცი მერე და ავსტრიიდან და შვეიცარიდან ჩავფრინდა ჩეჩნეთში და გააგრძელა იქ ცხოვრება, იმიტომ რომ უარი უთხრეს იქ. ხო და გამოიტანეთ ეს ყველაფერი. გამოიძიეთ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა, გამოიძიეთ გადატრიალება ოღონდ სამართლიანად. დადევით პირდაპირ, როგორ მონაწილეობდა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლობა, როგორ მონაწილეობდა ბეიკერი, როგორ მონაწილეობდა ყოფილი სენატორები, მათ შორის, სხვათა შორის, როდესაც დამხობა გადატრიალების
ამბები ჰაჰაჰა რო იყო 7 სენატორი რო ჩამოვიდა საქართველოში, აი ისინი იყვნენ deep state-ელები. გააკეთეთ ეს ყველაფერი საჯაროდ. და გაცანით ხალხს. ეს ერთი. და მეორე, თუ deep state-თან არ გინდათ ბრძოლა, სასწრაფოდ გახსენით კაგბ-ს არქივები საქართველოში, სასწრაფოდ გახსენით. ამოიღეთ აბსოლუტურად ყველა კაგბ-ს აგენტის სახელი და გვარი, ლუსტრაცია, რომელთა შთამომავლობა დღეს კოლექტიური ჰელან ხოშტარიებით არიან შემძვრალი დასავლეთის და რუსეთის უკანალში და მიეცით ქართველებს საშუალება იცოდნენ ვინ იყვნენ საბჭოთა კავშირის აგენტები და ვინ არიან მათი შთამომავლები. იმიტომ რომ 99.9%-ში აგენტურა, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის აგენტურა, კაგბ-ს აგენტურა, დღეს იგივე აგენტურა არის ზოგი რუსეთის ინტერესების გამტარებელი, ზოგი ორმაგი აგენტები. რუსეთიდანაც იღებენ ფულს და ამათგანაც იღებენ. თუ ამას გააკეთებთ, ამით იქნება გაცემული პასუხი deep state-ზე. ამით იქნება დასრულებული საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ის წარმოდგენები, რომელიც წარმოდგენებიც ხალხს შეუქმნით ილუზია, მათ შორის თქვენი აგენტობის პერიოდში, როდესაც სოროსის ფონდში მუშაობდი შენ პირადად, როდესაც მამაშენი პირდაპირ გადატრიალებაში მონაწილეობდა, მთელი თქვენი ედეპეშნიკები, თქვენი დედაშევეცის უყველასი, ჭანტურიას თამადობით, სარიშვილის თამადობით, თქვენ ძაღლიშვილებო და გამოიტანით. ძალიან ძნელია, რო თქვა დედაჩემი ბოზიაო. ძალიან ძნელია, მაგრამ რასიზამ, თუ ბოზი გყავს დედა, უნდა აღიარო, რომ ბოზი გყავს დედა და წმინდანად არ უნდა გაასახო. მამაშენი ნაბოზვარი პუჩისტია, დედა მოტყნულია და მისი შვილი ხარ შენ. და კეთილი ინებე და გამოიტანდა დადები საჯაროდ. ხუინდრავა. პუჩისტი ნაბოზვარი დედა მოტყნულია, ყველა მიცის. გამოიტანდა დადები საჯაროდ. და გამოიტანეთ დანარჩენები დადებით. არიზამთ. ზვიადის ცოდვა და ეროვნული ხელისუფლების ცოდვა და ქართველი ერის ცოდვა 35 წლის მანძილზე აუცილებლად მოგქვეთს ან თქვენ შთამომავლობას კბილებს. ეს იქნება ასე. სხვა შემთხვევაში ეს ნებისმიერი თქვენი ფართხალი, ეს არის ავადმყოფი ეყოლებათ შეერთებული იმაზე, რა ქვია, აპარატზე და რო უსხამენ იმას, რა ქვია, გადასხმებს და აი გადაუსხით, გადარჩა, ჯერ კიდე სუნთქავს, კომაშია, ვაიმე, გადარჩა. ეს იქნება ყოველთვის ადრე თუ გვიან მე მჯერა, მე მართლა მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ეს დადგება, იმიტომ რომ ჩემმა ოჯახმა ეს საკუთარ თავზე იცის. დღეს მადლობა ყველას მინდა მოგიხადოთ. დღეს ცხონებული მამაჩემის განთავისუფლების დღე არის, რომელიც უკანონოდ ხავდათ დაჯერული დისიდენტური მოძრაობის წევრი იყო, ეროვნული მოძრაობის წევრი იყო და მამაჩემის დაჭერას ორი ჩვენი ოჯახის წევრი ბაბუა და მამიდა გადაყვა, მაგრამ დღევანდელ დღეს 1990 წელს ზვიად გამსახურდია და ეროვნული ხელისუფლება, როდესაც მოვიდნენ სათავეში, პირველივე შესაძლებლობაზე მათი გამოშვება და რეაბილიტაცია მოახდინეს. ამიტომ ვცემ მე მის სულს პატივს. პირველივე და არავინ ისე ციხეში არავინ არ დაუტოვებიათ, ვინც მათი თანამებრძოლი იყო და ყველას ჰუმანურად მოიქცნენ. აცხონოს მოთმე მისი სული. კარგ ჯობიათ, ერთად აღებული, ბიძინართი დაწყებული და მიშებით დამთავრებული სულ ყველას. გაჯობებთ კიდე, ამაზე არაა საუბარი. მაგრამ წლების მერე თავისუფლებაც მოვიდა, სისტემაც დამარცხდა. დამოუკიდებელიც გახდა, მართალია ცოტა ხნით საქართველოს, მაგრამ ამ იმაზე რამდენი უბედურება დაგვატყდა თავს, მაგრამ ყველა ვინც იმ უბედურებაში მიიღო მონაწილეობა, ომჩივანებით, პროკურორებით, აგენტებით, ამით ეს ცალკე ისტორია ყველას მოეტყნა გამზდელი. ყველას. ვისაც უმართლე ადამიანის გაუბედურება უნდა. ადრე თუ გვიან საქართველოშიც დადგება ეს ყველაფერი. და აქედან გამომდინარე საქართველოშიც ადრე თუ გვიან დადგება ეს ყველაფერი. და თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მომავალი თაობა მაინც გააკეთებს. თუნდაც ჩემი თაობა დადგება მაგდრო,
დადგება მაგრამ დრო დააყენებს და თქვენ თუ გინდათ თქვენი ბატონ პატრონის გადარჩენა და თუ თქვენ გინდათ საქართველოს გადარჩენა ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ და მესამე ახლა გეტყვით მესამეს ფინალს საქართველოს ისტორია თქვენგან არ დაწყებულა და ეს ორი რაღაცა ამიტომ უნდა გააკეთოთ ეს ორი რაღაცა ამიტომ უნდა გააკეთოთ რომ ეს ილუზიები რომ საქართველოს მეგობრები ყავს ეს უნდა დამთავრდეს ტყუილი იყო ეს 35 წელი მაგათთან ურთიერთობა იყო კოლონიზაციის ურთიერთობა და მესამე გამოიტანეთ დღეს 21 საუკუნეა გამოიტანეთ ყველა პროტოკოლის მიხედვით ჩაწერილი დახურული კარს მიღმა მასაუბრები რა სიტყობდნენ ვინ ითხოვდა რატომ ითხოვდა როგორ ითხოვდა და გახადეთ საჯარო ისი არა ვაიმე ბიზნეს უთხრა ვაიმე ამას შეხვდა იმაში არა ღიად გამოიტანეთ საჯარო და გააგებიეთ ხალხს თუ როგორ უნდათ საქართველოს დააქცევა და განადგურება და როგორ უნდათ რომ ამ ხალხთან არც გაერთიანებაში ყოფნა შეიძლება რომ ამ ხალხთან არც ურთიერთობა შეიძლება რომ ეს ხალხი იყვნენ ჩვენი ისტორიული მტრები გააკეთეთ ეს ისტორიული ანალიზი დასვით წერტილი და გააგრძელეთ ცხოვრება კი ბატონო ურთიერთობა გინდათ ეკონომიკური განვითარება გინდათ მზე დასავლეთიდან კი არა მოდის აღმოსავლეთიდან ამოდის და ეკონომიკა აზიის ეკონომიკა მთლიანად აზიის ეკონომიკა წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის 69%-ს 69%-ს 31% წარმოადგენს შეერთებული შტატები ევროკავშირი აფრიკა სამხრეთ ამერიკა ავსტრალია ესენი არის სულ 31% ყველაზე დიდი ეკონომიკა გააჩნია აზიას და საქართველოს ეკონომიკური წინსვლა და ეკონომიკური განვითარება აზიასთან ურთიერთობით უფრო არის შესაძლებელი ვიდრე ამ ბოზებთან ურთიერთობით ხო და აი გაიგებენ მე საქართველოს ფასს თუმცა ახლა ვამბობ ერთი წამით ნამდვილად არ ვფიქრობ რომ ესენი ამის გამგიტებლები არიან აი ამის თქმა მინდოდა წარია სიმართლე მაგრამ რასაც მე ვლაპარაკობ არაფერი ამ ყველაფერში ტყუილი არაა არაფერი მოგონებული არაა როგორც მამამისიდან ისე კობახიძიდან ისე ნებისმიერი ფაქტი მე არასდროს არ ვიტყუებოდი არ ვატყუებ მე ჩემ ხალხს ამიტომ ერთი ტყუილის მოკლე ფეხები აქვს მე და მეორე ისედაც ყველა ტყუილშია შესული ხო და კიდე ტყუილს დამატება არაფერი კაის არ მოუტანს ეს არის სიმართლის დრო თუ გინდა თქვენ ქვეყნის და ერის გადარჩენა თუ ეს არ გინდათ ისე ჩამოგიმხევათ თავზე ყველაფერი როგორ საქამდე იქნა ჩამომხობილი და მერე ჯაღმაიძე რო გამოეთრია და რო ილაპარაკა თურმე ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და LGBT პრაიდებს კი არ თხოვდნენ რომ დააკანონეთ და ჩაატარეთო მართლმადიდებლურ ეკლესიას ეუბნებოდნენ ამათი გეი ტრაკის პროპაგანდაში მღვდლები ჩაერთვითო ასეთი რაღაცა ჯალალედინს არ უკადრებია რაც იმან გააკეთა ეს იყო პირდაპირ რელიგიური ბრძოლა და რწმენის მიმართ იყო ბრძოლა რომ ერთი რწმენა მეორე რწმენით შესვლილიყო მაგრამ სოდომიტური ცოდვა რომელიც მიუღებელია და დაგმობილია ყველა რელიგიაში ეს რომ დაშვებული ყოფილიყო და ამაში სასულიერო პირებს მიეღოთ მონაწილეობა ეს ჯალალედინს არ უკადრებია საქართველოში ასე რომ გვიან მოგიწევთ თიცეკბენა მაგრამ მაინც მოგიწევთ და თუ არა და აგერ თქვენ და აგერ მე და შევხედავ აგერ ერთი რამდენი ხანი გაკაჩავთ კიდე მას თქვენ საშველი არ იქნება თქვენ ერთხელ რომ მიიღებს დასავლეთი რომ ეს უნდა განადგურდეს რო იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული შეიძლება 10 წლეულები გავიდეს და მერე მაინც გააკეთებს ისე როგორც კადაბს გაუკეთეს ხო და აი ასე მოგიწევს თქვენს და თუ თქვენ ქვეყნის რეალურად ეკონომიკური გადარჩენა გინდათ და უსაფრთხოების გაძლიერება გინდათ და სხვა უამრავი რამ კეთილინებეთ და გააკეთეთ ასე ახლა ჩემი საქმე მაქვს მე უნდა გავაგრძელო და ვისაც გაინტერესებთ
ჩვენი უახლესი ისტორიის მოვლენები უკვე დადებული არის ჩემი YouTube-ის არხზე და შეგიძლიათ შეგრძანდეთ, აქაც კომენტარში დავტოვებ და ნახოთ ჩვენი ძმა უკრაინელები ქართველების გენოციდში როგორ ღებულობდნენ აფხაზეთში მონაწილეობას და ქართველების სისხლში როგორ აქვთ ნაბანი ხელი, რო გარბი ხართ და აქ რო უკრაინის დროშები გაქვთ წამოპლაკული აგერ იმაზე. სლავა უკრაინეს ძახილით. ასია ეს. კარგად ზანდებოდეთ. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.